უბრალოდ რა თქმა უნდა ეს გახავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური მიღწევა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის და ჩვენი საერთო მიღწევა. რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას, ეს გახლდათ როგორც პარლამენტის მხრიდან საგარეო პოლიტიკისთან დაკავშირებული რეზოლუციის ნაწილი, რომელიც ამ პარლამენტმა 2020 წლის დეკემბერშივე მიიღო და რომლის შემადგენელი ნაწილიც იყო ასევე ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება, ისევე საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ნაწილი მთავრობის, სადაც ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენდა ჩვენს ამოცანას, ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ამოცანა იქნა მიღწეული. ჩვენ, როდესაც საუბრობთ საქართველოს ახალი როლის გაძლიერებაზე, რომელიც გახლავთ შუა დერეფნის ნაწილი, როგორც შუა დერეფნის ნაწილისა საქართველოსის, სწორედ აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ასევე ჩინეთს, როდესაც საუბრობთ ტრანსპორტირებაზე სხვადასხვა საქონლისა თუ ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩინეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ეს სატრანსპორტო დერეფანი დატვირთოს. ამიტომ მნიშვნელოვანი არის თავისთავად, რომ ერთ-ერთი და თუ არა ყველაზე მთავარი მოთამაშე შუა დერეფნის გამოყენების საკითხში და დატვირთვის საკითხში გახლავთ ამ შეთანხმებით უკვე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამავე თემას ვარსკვლავით ეწევიან ოპოზიციის ლიდერები კომუნიკაციასთან დაკავშირებით, ისინი ამბობენ, რომ სამხედრო არის ეს კომუნიკა და ხა ის ხალხი იქნებიან ეს ოპოზიციური პოლიტიკოსები თუ ახლა უკვე ახლად გამოჩენილი ჩინეთის ექსპერტები, რომლებიც აქამდე ჩინეთთან დაკავშირებით ერთი წუთიც კი არ უმუშავიათ და ერთი სტატიაც არ წაუკითხათ, ახლა ჩინეთზე საუბრობენ. ეს ხალხი თუ ვერ ხვდებათ, რომ ამ მნიშვნელობა აქვს ამ სტრატეგიულ ურთიერთობას, საერთოდ გამოსაჩენი არ არის არც პოლიტიკაში და არც საექსპერტო წრეებში. და ამიტომ არის რომ იქიდან გამომდინარე, რომ არც ცოდნა ყოფნით და არც კომპეტენცია რომ ამ საკითხზე ისაუბრონ, განან ეხლა და რაღაც წინადადებებს ეძიებიან. სინამდვილეში ეს და მათ შორის ჩვენ ნახეთ როგორი იყო მიღება ჩვენი მთავრობის, ჩვენ წლებია უკვე გვაქვს ძალიან მყარი ურთიერთობა ჩინეთთან, ჩვენ გვაქვს სხვათა შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ვართ ამ კუთხით ვართ ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანა, რომელსაც ერთდროულად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთანაც და ჩინეთთანაც, რაც რა თქმა უნდა დამატებით ღირებულებას მატებს ჩვენს ქვეყანას.